სახეზეა ფრანგული ქვემეხის მოდელი მასშტაბით 1:6. ეს არის ეგრეთ წოდებული გრაბოვილი იყო ფრანგი გენერალი, რომელმაც მე-17 საუკუნეში, არა მე-18 საუკუნეში ეს მოდელი შექმნა. შემდეგ განიცადა მრავალი მოდიფიკაცია და ეს უკვე ნაპოლეონის დროს ჩამოყალიბებული ქვემეხი იყო, რომელიც ეწოდება გრაბოვილის თუ არ ვცდები 2 პუნდერ, 2 პუნდიანი თუ 12 პუნდერ. ყოველ შემთხვევაში ეს ორიგინალი იყო 2 ტონა. და მას ეწეოდა 8 ცხენი. ამ ცხენზე იჯდნენ ასევე ამ ქვემეხის მომსახურე პერსონალი. მას უკან მოყვებოდა კიდე მეორე ფურა, რომელიც იყო უკვე ამუნიცია ეს სასროლი და მას აი ესეთი მდგომარეობაში იყო. როდესაც ცხენები იყვნენ შეგმულები და იყავდათ. როდესაც იგი პოზიციაზე მოვიდოდა, ეს ცილდებოდა. და ეს არის გადატანის მდგომარეობაში და გადადიოდა წინა მდგომარეობაში. უკვე ეს ყველაფერი დაბუნული იყო წინ და იკეტებოდა. აი ესე. იკეტებოდა, ახლა ყველაფერს აჭრებით არ ვაჩვენებ, მაგრამ აი ესე. ეს არის უკვე საბრძოლო მდგომარეობა. აქ ასევე იგი მას ჰქონდა ასაწევი მექანიზმი, აი აქედან, რომელიც სიმაღლეს არეგულირებდა. და თან რეზერვი, ამაში იყო 9 ცალი გასროლა, სანამ ეს უკანა ფურა მოვიდოდა, რომ ყოფილიყო საშუალება, რომ ეგრევე მისვლისთანავე ცეცხლი გაეხსნა. ეს არის ზუსტი ყველა დეტალებში აბსოლუტურად 1:1-ში, როგორიც იყო ეს მოდიფიცირებული ქვემეხი. ნაპოლეონი ყველა ქვემეხს სახელებით იცნობდა, გოგოს სახელები ერქვა, ზოგს ტერეზა, ზოგს მარია, სახელებს არ ქმნიდნენ ქვემეხებს. ეს არის რომ დაებათ, უარ დაგორებულიყო. ძალიან ბევრი დეტალია, აქ ეს ჯვრება, ბობლები ჯვრება. შემდეგ ეს არის ვედრო, რომელშიც წყალი იყო, რომ ყველა გასროლის შემდეგ ნაპერწკლები ჩაექროთ. შემდეგ ეს გასაწმენდი. შიგნით რამე რო ჩარჩენილიყო იმის ამოსაღები. ართა ეს მისი მართვისთვის იყო ესეთი რომ ძალიან ძიმე იყო ეს და რომ გადაიადგებოდათ აი ეს უკანა ორი იყო აი აქ მაგდებოდა ახლა ყველაფერს თავისი ისა პატარა დეტალია თქოს არაფერი მაგრამ ეს ჯდება თავის ჯიბეში აქ რომ არ იტრიალოს ესეთი მოძრაობისთვის გაკეთებული. აქვს აი რაღაც n რაოდენობის რაღაც თითქოს უმნიშვნელო რაღაცეებია, მაგრამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. აი ეს რაღაც პატარ-პატარა ძალიან ბევრი დეტალია აქვს. ძალიან ბევრი და ძალიან ხარისხიანი. აი თქოს ამის დამშრომლობა მართალი გითხრათ არ ვიცი, აი ამის ეს კონკრეტულად ისთვის არის, მაგრამ ზუსტად გადამოვიდოდი. აი თქოს რაღაც ყველა რაღაც დაბოლოება ძალიან კარგი ის არის, კარგად არის შესრულებული. თვითონ ორიგინალზე ვლაპარაკობ, თორე ეს მოდელი არის. ეს არის მე-17 საუკუნის დასავლეთ ევროპული არბალეტი. ინგლისური მოსაჭიმი მექანიზმით და თვითონ ეს მოდელი არის ფლანდრიულ ჰოლანდიური. გამოიყენებოდა ფორტიფიკაციებიდან სასროლად და არის ძალიან საშინელი იარაღი, რომელიც მოქმედი არის, ეს გატესტილი არის. ეს
მოსაჭიმი ახსნება. ჩვენ ეს მოსაჭიმი ძალიან ისეთი სულ არის მერცხლის კუდებით გაკეთებული, არავითარი დადუღება და რამე ნახმარი არ არის. როგორც ადრე კეთდებოდა, ეს სულ მერცხლის კუდებით არის. ესეთი რაღაც ხდებოდა. ეს იდეოდა და ეს ფეხის ჩასადებია და შემდეგ კეთდებოდა მისი მოჭიმა. ახლა არ გავისვი, იმიტომ რომ ცარიელზე გასროლა ის არის. არ შეიძლება. აზიანებს თვითონ. ძალიან ბევრი გასროლა მაქვს ამით გაკეთებული მეგობრის ბაღში, ვაშლების პლანტაცია აქვს და იქ გავტესტეთ. ესე რომ ვთქვათ, 350 მეტრზე წავიდა ის არის. Google-ით გავზომეთ. ძლივს ვიპოვნეთ ჯერ ეს წითელად შეღებილი ალუმინის ის არის იყო, მაგრამ უფრო მეტი პოტენციალი აქვს ამას. და ამაზე ძლიერებიც არის, ორჯერ ძლიერები კილომეტრზე შეუძლია ის არის წაიღოს. ჩემ ნამუშევრებში არის მაქვს კიდევ ერთი მიმართულება, ეს ეხება პატარა პლასტიკას, ესე ვეძახი, მცირე პლასტიკას, მინიატურულ სკულპტურებს, ქანდაკებებს და ძირითადად მაქვს ცხოველთა სამყარო. ერთ-ერთი ეს არის იაპონურ სტილში გაკეთებული ჩოქელა, რომელსაც ყველაფერი უმოძრავებს. ეს აბსოლუტურად, რაც კი შეიძლება ახლა მთლად ნამდვილი არ არის, მაგრამ რკინის არის ოქსიდირებული. რკინა ძალიან მიყვარს, როგორც მასალა. კიბორჩხალი. ამის დამზადება დაახლოებით 1 კვირაზე მეტი არის საჭირო, მაგრამ მის პატინირებას თვენახევარზე მეტი ჭირდება, თუნდაც ეს ფერის მიცემას. თვალებიც უმოძრავებს, აი. კრაზანა, ეს მაზარინი დავარქვი. ფრანგი კარდინალის საპატივცემულოდ, თან ესეთი რაღაც რო მოძრავია. ეს რკინა არის, რკინა ლურჯად, ცეცხლით გალურჯებული, სტერლინგი არა, სტანლეი, უჟანგავი ფოლადი და ლატუნი მოკროვებული. ეს ჭიამაია, ფოლადი ვერცხლი და მოკროვებული ვერცხლი. ნუ ჭიამაია სოფლიოში ცნობილია როგორც ძალადობის საწინააღმდეგო სიმბოლო და მიყვარს ეს ცხოველი. აი მას ახლა ვამზადებ, ჩოქელა დაკვეთით კეთდება. ფაქტიურად ყველაფერი დამთავრებულია, უნდა მხოლოდ დაფერვა და შემდეგ ამ ფეხების დამაგრება. ესეთია, როდესაც სანამ დაიჟანგებოდი.